მოგესალმებით. დღეს უნდა ვისაუბრო იმ თემაზე, თუ რატომ წამოვედი TikTok-იდან, სადაც მქონდა ძალიან დიდი არხი, 36,000-ზე მეტი გამომწერი მყავდა. აა, ბევრი თქვენგანი მიცნობს მე TikTok-იდან და შეიძლება კაც იმიტომ ვყავარ გამოწერილი, რომ იქ ხვდებოდა ჩემი ვიდეოები. და უნდა ვისაუბრო ზოგადად იმაზე, რატომ არის TikTok-ი და ნებისმიერი სხვა სოцсკსელი ძალიან საშიში. ასე რომ ჩაუჭექით ამ ვიდეოს და მოდი უბრალოდ გულწრფელად ვისაუბროთ იმ სიმართლეზე, რაზეც საუბარი ზოგადად გვიჭირს. მოდი TikTok-ის საშიშროებას დავყოფ სამ ნაწილად. პირველი ეს იყოს დროის დაკარგვა, შემდეგი კონცენტრაციის დაქვეითება და ბოლოს მენტალური ჯანმრთელობის განადგურება. ყველაზე საშიში ასპექტები ალბათ სკროლვისას არის ეს. პირველი, დროის დაკარგვა. რას გულისხმობ ამაში? ალბათ ხშირად გქონია ასეთი შემთხვევა, რომ შედიხარ TikTok-ში, სადღაც 5 წუთი ავსკროლავო, რამდენიმე ვიდეოს ვნახავ და შემდგომ საქმეს მივხედავო და უცებ აღმოჩნდება, რომ გავიდა 2 საათი და ამ 2 საათის განმავლობაში ზიხარ და სკროლავ. რატომ ხდება ეს? ასე იმიტომ ხდება, რომ შენი ტვინი იკარგება დროსა და სივრცეში. რატომ? რილების საშუალო ხანგრძლივობა არის 15-დან 30 წამამდე. რაც ერთი შეხედვით არ არის ბევრი, მაგრამ ზუსტად მაგიტომაც არის საშიში, რომ შენი ტვინი უკვე ვეღარ გრძნობს. რომ გავიდა 1 საათი, 2 საათი, 15 და 30 წამიანი ვიდეოების ყურებისას, შენ ტვინს ჯერ კიდევ იმ ილუზიაშია და გონია, რომ 15 და 30 წამი გადის და რეალურად იმდენჯერ გავიდა ეს 30 წამი და იმდენი ვიდეო ასკროლე უკვე, რომ გავიდა 1, 2, 3, არ ვიცი 5 საათი, შეიძლება უფრო მეტიც. და შენი ტვინი ამას უბრალოდ ვერ ხვდება. და ამ დროს კარგავ უამრავ დროს. არაფრის მომცემ სკროლვაში, როდესაც შეგიძლია ეგ დრო გამოიყენო პროდუქტიულად. ვიცი, დაეუფრო რაღაც ახალ უნარებს, რამე უფრო სასარგებლო ისწავლო, რამე უფრო სასარგებლო გააკეთო. იმის ნაცვლად, რომ შენი დრო გამოიყენო აი ამაში, რომ თუნდაც არ ვიცი, წიგნი წაიკითხო, ან ფილმს უყურო, რომელიც გაცილებით უფრო მეც სარგებელს მოგცემს, ვიდრე 8 საათიანი სკროლვა დღეში. მაინც ამჯობინებ, რომ TikTok-ში შეხვიდე. აი, ისეთ შემთხვევას გქონია, რომ უბრალოდ შესული ხარ, გამოხვედი TikTok-იდან და 2 წამიც არ გასულა, რომ ისევ შეხვედი, გამოხვედი და ისევ შეხვედი. აი ზუსტად ეგ არის ნარკოტიკი ჩვეულებრივი. ფსიქოლოგიურად იმ ხელაზე წოლას და ზემოქმედებას ახდენს, რომ გაკარგვინებს უამრავ დროს. დრო კიდევ ყველაზე ძვირადღირებული რესურსი ალბათ რაც ადამიანს აქვს. დროზე ძვირფასი ვერაფერი ვერ გექნება. ჯანმრთელობაც კი არ არის დროზე ძვირფასი, იმიტომ რომ შენ თუ დრო არ გაქვს, ესე იგი ცხოვრებაში და მოკვდი, ანუ ჯანმრთელობაც აღარაფერი აღარ არის, არაფერი. დრო არის ყველაზე ძვირადღირებული რამ, რაც კი გაქვს. ფულზეც და ყველაფერზეც. და შენ ამ ძვირადღირებულ რესურსს ხარჯავ არაფერში. და ეგ ბოლომდე შენი ბრალიც არ არის. იმიტომ რომ ზუსტად მაგისტვის არის შექმნილი, ეგ და იმაზე იფიქრეს თავის დროზე, აი ამ შენზე უფრო გაცილებით ჭკვიანმა და ნიჭიერმა ადამიანებმა, რომ როგორ ვაიძულოთ ხალხი, რომ გაცილებით დიდხანს გაჩერდნენ ამ აპლიკაციაში. რა უნდა გავაკეთოთ, რა ფუნქციები ჩავამატოთ, როგორი ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოვახდინოთ, ყველაფერი გათვლილია აბსოლუტურად. პირდაპირ დამუშავებული აქვთ, როგორ შეძლონ, რომ მაქსიმალურად დიდხანს გამყოფონ აი ამ პლატფორმაზე, ნუ TikTok-ზე მაქვს საუბარი. ერთი ეს გაკარგვინებს უამრავ დროს, რაც აშინელებაა, რა თქმა უნდა. არის ასევე მეორე, კონცენტრაციის დაქვეითება. ნუ ერთი შეხედვით კარგი დროს მაკარგვინებს, ახლა სკროლავდი, იმ სკროლვაშიც ახლა ხო შეიძლება რამე სასარგებლო ინფორმაცია მივიღო, რაღაცა საგანმანათლებლო ვიდეოს უყურო, ახალი ამბავი გავიგო. ასეთი კითხვა შეიძლება გაგიჩნდეს დაუშვათ ფილმს რო ვუყურო და წიგნი წავიკითხო, ახალ რაღაცას კი გავიგებ, მაგრამ იქაც ხო ბევრ ახალ რაღაცას ვიგებ. კი ეგრეა. მაგრამ თავარი პრობლემა ის არის, რომ ეს ყველაფერი ხდება სწრაფად. ანუ მაგ ახალ ინფორმაციას შენ გაიგებ 30 წამში, 1 წუთში, რამდენხნიანიც არის ეს TikTok-ის ვიდეო, ხო? და იმდენად შეეჩვევა უკვე შენი ტვინი აი ამ სწრაფ დოფამის, სწრაფ ინფორმაციას, რომ უკვე აღარ შეგეძლება. რომ უყურო დიდხნიან ვიდეოებს და რაღაცაზე აი დაჯდე უბრალოდ და რაღაც კონცენტრაციის უნარი დაგიქვეითება, ADHD-ვით გექნება. იმდენად დიდ ფოთვებში იქნები და იმდენად იქნები გადართული აი ამ დინამიკაზე და სწრაფ ეფექტებზე და სწრაფ გადასვლებზე, რომ აი ამ დარწმუნებული ვარ, ამ ვიდეოს აქამდე თუ მოხვედი ახლა და მისმენ, ამ ვიდეოს ყურებაც ძალიან გიჭირს და კი მეც მიჭირდა.
ეხლა უფრო ნელ-ნელა მიბრუნდება ეს კონცენტრაციის უნარი, დიდი 2 თვეა სადღაც გავაუქმე TikTok, Instagram-ი ასე და სკროლვა შევეშვი და ნელ-ნელა მე კონცენტრაციის უნარი მიბრუნდება, მაგრამ ეს არის ძალიან რთული რაღაც. და თუ გინდა კიდე წარმატებას მიაღწიო და რაღაც შეძლო ცხოვრებაში, პირველ რიგში ეგ დისციპლინა უნდა გქონდეს და უნდა დაჯდე, უნდა შეგეძლოს, რომ რაღაცას საათობით უჯდე და აკეთებდე. და თუ სკროლავ მთელი დღის განმავლობაში და იმაზე ხარ გადასული, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღო ინფორმაცია, რაც შეიძლება სწრაფად გააკეთო რაღაც, გაგიჭირდება. ფაქტიურად ვერ შეძლებ უკვე შენი ტვინი იმდენად იქნება გადართული აი იმ სტილზე. ეს არის ძალიან საშიში, იმიტომ რომ კონცენტრაცია გექნება დაქვეითებული. რაც ძალიან ცუდია. და არის მესამე, ყველაზე ცუდი და ალბათ ყველაზე მთავარი, მენტალური ჯანმრთელობის განადგურება. ალბათ ხშირად გაგიგია ეგ ფრაზა, რომ აი TikTok-ი ეს სოციქსელები ჩაგაგდებს დეპრესიაში, მენტალურ ჯანმრთელობას გაგიუბედურებს და კი სიმართლეა, მაგრამ რო დავაკონკრეტოთ, მაინც რატომ? ნუ ერთი რა თქმა უნდა ის არის, რომ სკროლვისას უამრავი პოსტი, უამრავი ვიდეო შეგხვდება, ისეთი რაც გაგაღიზიანებს, შეიძლება რაღაც ამაზრზენი იყოს, რაღაც ძალიან ცუდი ამბავი გაიგო და მოკლედ ისეთი რაღაც შეგხვდეს, რომ აი მთელი დღის განწყობა უბრალოდ გაგიფუჭდეს, ხო? ერთი ეგ არის. რატომაც ანადგურებს შენს მენტალურ ჯანმრთელობას სკროლვა. და მეორე, ყველაზე მთავარი, კომენტარების სექციაში შეცვლა და კომენტარების კითხვა. და რატომ არის ეს ცუდი? ყველა კომენტარი არის სხვა ადამიანის აზრი. ეგ რო შეხვალ ვიდეოში და რაღაც ათასობით, ასობით, არ ვიცი 10.000-ობით კომენტარს ნახავ, ეგ თითოეული განსხვავებულმა ინდივიდმა დაწერა. ანუ ყოველი კომენტარი არის სხვა ადამიანის აზრი და ყოველდღიურად აი ამდენ, არ ვიცი, რამდენ კომენტარს კითხულობ დღიურად? 500, 5000, შეიძლება მეც, შეიძლება ნაკლებს, მაგრამ რამდენიც უნდა იყოს. კომენტარი არის სხვა ადამიანის აზრი. და როდესაც აი ამდენი სხვა ადამიანის აზრი შედის შენს გონებაში, ანუ ჩამოყვები და დაიწყებ კითხვას, იმდენად დიდი ტრამვა არის, იმდენად დიდი მიკროდაზიანებებს იღებს შენი გონება და შენი მენტალური ჯანმრთელობა, იმეთი რომ არ შეიძლება. უბრალოდ ჩვეულებრივად გაგანადგურებს და დეპრესიაში ჩაგაგდებს. ხო გაქვს შეიძლება ყოველდღიურად გაქვს შეიძლება იშვიათად გაქვს, მაგრამ აუცილებლად გექნება აი ეგ ფოთვები, ეგ დეპრესია, ცხოვრებაზე გულაცრუება, დაღლილობა, მთელი დღე შეიძლება უბრალოდ იწვე დივანზე ან საწოლზე, სკროლავდე TikTok-ზე რაღაც უყურებდე და უბრალოდ იმდანაც დაღლილი იყო უკვე, რომ აი გიკვირდეს რომ რა გავაკეთე კი, მაგრამ ასე ძალიან რომ დავიღალე. რეალურად ეგ არის, არაფრის კეთება არ არის საჭირო რომ დაიღალო. იმდენად საშინელ რაღაცას უკეთებ შენს ტვინს და მენტალურ ჯანმრთელობას, როდესაც ამდენს სკროლავ და მით უმეტეს კომენტარებს კითხულობ, რომ მეტი არაფერი არ ჭირდება, უბრალოდ ჩვეულებრივად დაიღლება და განადგურდება. ჩნდება კითხვა, მაშინ რა გავაკეთოთ? ნუ ყველაზე კარგი გამოსავალი ის არის, რომ ცოტა ხნით მაინც უბრალოდ წავშალოთ ეს აპლიკაციები, TikTok-ი, Instagram-ი, Snapchat-ი თუ მნიშვნელობა არ აქვს, თუნდაც YouTube-ი, სადაც სიხარ და მთელი დღის განმავლობაში სკროლავ, ეგ არის შენთვის ძალიან მავნებელი. და ყველაზე კარგი ეგ არის, რომ დროებით გააუქმო ეგ პლატფორმები, ბევრი რაღაცა შევგო, მეც ძალიან ბევრი რაღაც მენატრება ეხლა TikTok-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე, სადაც ვიყავი, მოკლედ ძალიან ბევრი რაღაც მენატრება, მაგრამ გაცილებით უკეთესად გრძნობ თავს, რაც ეგენი გავაუქმე. ერთი ეგ არის და მეორე უბრალოდ ძალიან რთულია, მაგრამ თუ შეძლებ, ესე იგი ძლიერი ადამიანი ხარ და კი ბატონო, არაფრის გაუქმება არ გიწევს, უბრალოდ დღეში 1 საათზე მეტი არ სკროლო. ოღონდ ისე კი არა, რომ TikTok-ში 1 საათი ვსკროლავ, მერე Instagram-ზე გადავალ 1 საათი, არა. ყველაფერი ერთად შეაჯამე და 1 საათზე მეტი სკროლვა არ გამოგივიდეს. მეორე ეგ არის. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ისე არის მოწყობილი ეს პლატფორმები, რომ ყველანაირად შეეცდებიან, რომ მაგაში ხელი შეგიშალონ. და 99% შემთხვევაში გამოუვადგინდეც. ასე რომ ერთი კვირით, თუნდაც რამდენიმე დღით, რომ გააუქმო, კარგი იქნება და მარტივად შეამჩნევ, რამხელა დიდი ცვლილებები იქნება შენს ორგანიზმში, რაც აი ცოტა ხნით მოწყდები აი ამდენ ნეგატივს. ხო, სულ ამის თქმა მინდოდა დღეისთვის. იმედია მიხვდით, რაზეც ვსაუბრობდი. რისი თქმაც მინდოდა. და გაიაზრებთ ამ ყველაფერს და თქვენ თვითონაც აი ამ ვიდეოს ყურების შემდეგ დაუკვირდით თქვენს თავებს, რას განიცდით, რა გხვდებათ, რას კითხულობთ იქ და მიხვდებით, რომ რაც ვისაუბრე, ყველაფერი რეალურად სინამდვილეა და
შეიძლება აქამდე ვერ სამჩნევდით ამას დროებით.